კი ბატონო, ხალხი ისევ გვერდდება, ძალიან სასიამოვნოა, რომ ამდენი ხალხი გვიყურებს. ძალიან ბევრი ხალხი გვიყურებდა ბატონო გიორგი, მინდა გითხრათ. ძალიან სასიამოვნოა და ძალიან დიდი მადლობა და მაპატიეთ თუ ხანდახან აგრესიული ხდები. არა იმიტომ უსვას. იმიტომ რომ მე ვარ საერთოდ ძალიან ემოციური ადამიანი, მაგრამ არა უსვას. სინამდვილეში ძირითადად ნუ ხა ყველას ესე იგი არც იდეალური არა ვარ, მაგრამ ძირითადად რაც მესმის ჩემ თავზე, ხალხი პატივს სცემს და ზოგს უყვარ ვარ კიდევაც, იცით? და ძალიან დიდი პატივისცემა გაქვთ, ანუ ჩემი პირადად ჩემგან, ჩემი ოჯახისგან, ჩემი მეგობრებისგან, იმ ადამიანებისგან, ვისგანაც მე გაგიცანით, ტორონტოში ცხოვრობენ ახლა, ნუ მე ცალკე ვილაპარაკებ მაგაზე. აგერ ნონა იწერება, კი მე გავცემ უკვე ამას პასუხს, ბატონმა გიორგიმ ამაზე ბევრჯერ თქვა და გაამეორა და ხაზი გაუსვა. პასპორტი თუ გექნებათ, თან შანსია უკან გაგაბრუნოსო, ესე იწერება. ასე მაქვს წაკითხული და ანუ შანსი არ არის უკან გაგაბრუნოს. ბატონმა გიორგიმ თქვა, პასპორტს არ დახიოთ, 10 ჯერ გაიმეორა, მე ვამბობ მაგის სათქმელს ახლა. აი მე-11 ჯერ ვიმეორებ, არ დახიოთ და სადაც წაიკითხეთ, ესე იგი არასწორად დაწერეს. საქმე თქვენ არ უნდა დაუჯეროთ იმას, რაც წერია ყველგან და რასაც ლაპარაკობენ ხალხი. იმიტომ რომ აქ არის ძალიან ბევრი манипуляციები. თქვენ უნდა გესმოდეთ, მე არავითარი მიზეზი არ მაქვს, მე თქვენ მოგატყუოთ. მე ამაში არ ვაკეთებ ფულს, მე არავინ არ მიხდის ფულს, მე არ ვიმალები როგორც ხედავთ, ხო? აი ჩემ თავს, აი იმათთან შედარებით, ვინც ამას ისინი იმალებიან, მე არ ვიმალები. აბსოლუტურად. მე ვაწერ ჩემ ხელს იმ თარგმანს, რომელსაც მე ვაკეთებ. მე ამიტომ მე არავითარი მიზეზები არ მაქვს მოგატყუოთ და რატო გეუბნებიან, იმიტომ რომ თუ პასპორტი მოხვდება ხელში სასაზღვრო პოლიციას, ისინი დაიწყებენ გამოძიებას და მიხვდებიან ვისი გაკეთებულებია ეს პასპორტები. აი რატო ეგეთ სისულელებს გეუბნებიან და манипуლირებას რატო აკეთებენ? არის ისეთი რაღაცები, ახლა მე მინდა რა პატარა შესწორება არა, ესეთი კორექტირება გავაკეთო. არის რაღაცეები, ახლა რასაც ვერც მე და ვერც ბატონი გიორგი პირდაპირ რაღაცებზე ვერ ვილაპარაკებთ რა. მით უმეტეს ბატონი გიორგი ვერ ვილაპარაკებს რაღაცეებზე და ამას რო გეუბნევათ პასპორტი რატო არ უნდა დახიოთ, ნუ პარალეგალი გეუბნება, ვისაც 20 წლიანი სტაჟი აქვს. ესე იგი არ უნდა დაიხიოს ეს პასპორტი რა. რატო და რანაირად არა, შეგიძლიათ დახიოთ, მაგრამ მე ნუ მეუბნებით, რატო აი ამის საქმე მიდის ჩქარა, რატო ჩემი საქმე აი გიხსნით ახლა ისევ, აი მე-15 ჯერ გიხსნით ბოლოს. რას ნიშნავს პასპორტის დახევა? პასპორტის დახევა ნიშნავს იმას, რომ როცა თქვენ ბარდებით სასაზღვრო პოლიციაში, იქ არ არის მიამიტი მესაზღვრე. იმას ეჭვები ურჩდება. თქვენ მართლა საქართველოს მოქალაქე ხართ, არა ხართ საქართველოს მოქალაქე, ბანდიტი ხართ, ტერორისტი ხართ, საიდან ჩამოხვედით, რა აფეთქებები უნდა გააკეთოთ. და იმან რომ გამოიძიოს, მას სჭირდება დრო. იმ პასპორტს, რომელიც თქვენ გაქვთ გადაღებული სურათში და ან შემოგვაქვთ ესეთი ნაციონალური საბუთი, ეს არ არის საკმარისი, გესმით? ამისი არ ჯერათ. თქვენ ამ ზღაპრებს გიყვებიან манипуляციის გულისთვის, რომ ესე იგი მხრები დაიფარონ იმ ხალხმა, ვისაც თქვენ ისედაც უხდით ფულს. გესმით? თქვენ გიფუტებენ ამით აქ საქმეს. თუ ეგრე გინდათ გააკეთეთ, კი ბატონო. აი ახლა იქნება ეს რა ვიცი, ტაკვანდოა, ერთად ბლოკს არ უყეთებ, აი გინდა აი თავი გაგიტეხია. ნუ მისვავთ ამ კითხვებს მეტი. მე გაგეცით. მე არა მაქვს არავითარი მოტივი თქვენ მოგატყუოთ. აი ის ვინც გაგზავნით და ეგეთ რჩევებს გაძლევს, იმას აქვს მოტივი. გესმით? იმიტომ რომ ის თავის ერთ ადგილს იფარავს ამით. ნო მეც იმიტომაც დამალულები არიან, მე არ ვიმალები, იმიტომ რომ მე ლეგალურად ვაკეთებ. იმიტომ რომ მე მუშაობ პროკურატურაში თანამშრომლად. მე რასაც ვლაპარაკობ, შეიძლება მე ყველაფერს არ ვილაპარაკებ, აქ ეს სწორია და ეს იქნება ძალიან მიამიტური, რომ ყველა კარტები გაგეცნათ, მაგრამ რასაც ვიძახი, მე ვიძახი სიმართლეს. და თუ თქვენ არ ჯერათ ამის, მე არა მაქვს არავითარი მიზეზები, კი ვიღაცას რაღაცები დაუმტკიცო. მე მგონი ყველასთვის გასაგებია, მეც მაგი დავიწყე, რომ მოკლედ პასპორტს არ ხევთ. ვისაც ეს გეგმა გაქვს, რომ ჩამოვიდე და პასპორტი დავხიო და სხვა რაღაცები გავაკეთე, ადამიანმა 10 ჯერ გაემეორა. ილიას პასუხობს, როგორც ვიცი, საქართველოში კანადის საელჩო არ არის, კი ბატონო, სწორედ იცით, ბატონო ილია არ არის და საიდან შეიძლება ტურისტული ვიზის აღება და
რამდენად იოლად გასცემენ. ეს არის ძალიან ისეთი დაიპასუხი. მოკლედ გავცემ. საქართველოში არ არის კანადის საელჩო არის თურქეთში, რომელიც ემსახურება იმ რეგიონს, სადაც შედის საქართველო. ტურისტული ვიზის გაცემა არის ძალიან ძნელი. და ძნელია იმიტომ კი არა, რომ თქვენ არასდროს შეგივსებენ აპლიკაციას. ან ეს რაღაცა თქვენი ბრალია. იმიტომ არა. იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც ღებულობს გადაწყვეტილებას საკონსულოში, ისინი საქმის ყურში არიან, რომ საქართველოდან ვინც აქ ჩამოდის, 99% სამწუხაროდ და ეს არის ძალიან დიდი ჩვენი ერის დიდი სირცხვილი. ეს ძალიან დიდი სირცხვილია საერთოდ, როცა ადამიანი ვერ პოულობს თავის თავს, თავის ქვეყანაში და აი ბედნიერად ეძებს სხვა ქვეყანაში, მაგრამ ნუ რა ვქნათ, ჩვენი ცხოვრება მოკლეა, არ აძლევენ ხალხს პერსპექტივებს და რამდენი უნდა ელოდონ, როცა ერთი ნაწილი აი ჯგუფი, ქურდების ჯგუფი შეცვლის მეორე ნაწილს ჯგუფს და ამაში გადის მთელი ცხოვრება. ამიტომ ბავშვები ყავს ხალხს ნუ უნდა პერსპექტივა კარიერა აქვს. მოკლედ ამაზე მე არ მინდა ლაპარაკი, ეს თქვენ ისედაც იცით. საელჩოში იციან ძალიან კარგად, რომ ვინც ჩამოდის აქ, ეს ხალხი გამორბიან ქართული ოცნებისაგან და იმ სახელმწიფოსაგან, რომელმაც ესეთი მშვენიერი ცხოვრება აწყო საქართველოში. პერსპექტივებისთვის და არა იმიტომ, რომ ნიაგარაზე წავიდნენ და კიდე აქ ისე რა ვქვია, ძველი მაკდონალდსი ნახონ სად არის და რაღაცა ისტორია ესმით. ამიტომ იმათ აქვთ ინსტრუქციები, რომ არ გასცენ ეს ვიზები. ეს პროცენტი, ვისაც აძლევენ ამ ვიზას, არის ძალიან მცირე. იმიტომ რომ ის ადამიანი, რომელიც აქ ჩამოდის და მერე ითხოვს თავშესაფარს, სოციალურ დახმარებას, მერე მედიცინას, ძალიან ბევრი პრეტენზიები უხდება ძალიან ბევრს, legal aid-ო, მე მყავს ერთი კლიენტები, ჩემი ფული აიღო ადვოკატმა თქვა და ისა ვინ დაგშვა შენ იმ დახმარებას, შენ მადლობის გარდა არაფერი არ უნდა გადაუხადო კანადას. ძალიან ბევრი პრეტენზიები უჩნდებათ ხელაში, ჩემ მიმართაც გესმით? და ეს მე ძალიან მაბრაზეს და მე ვაგდებ ეგეთ კლიენტებს ხელაში. ესეთ რაღაცას გეკეთებს სახელმწიფო, აფინანსებს ადვოკატს. ისე რა ქვია, დახმარებას გაძლევს. შენ კიდე იმაში როა რა ქვია, ოპერაცია აგძე კამპოტ გესმით? ეს ძალიან დიდი უსამართლობაა და ძალიან დიდი ვირობა და ძალიან დიდი უპატივცემლობა, ესე რბილად რო ვთქვა, ხო? ამიტომ მე ვთვლი, რომ ესე იგი თქვენ არ გაძლევენ ვიზას იმიტომ, რომ იქ ძალიან კარგად იციან, რომ დარჩება ეს ადამიანი და ესე იგი დაატყვება ეკონომიკას ეს ტოლვილი. აი მე ვარ კანადის მოქალაქე, მე ვიხდი ტაქსებს. ისევე როგორც ჩემი ოჯახი, ჩემი ბავშვი. ეხლა მე არავინ არ მეკითხება, მე მინდა ეს ჩემი ტაქსები რო წავიდეს ჩემ ბავშვისთვის თუ აი ტოლვილისთვის, რომელიც გუშინ ჩამოვიდა, რომელიც უმუშევარია, ხშირად კრიმინალს ჩადის ეს ადამიანი და კიდე მე ესე იგი ჩემ გადასახადიმიდან უნდა ესე იგი ფული უნდა გამოვიყო ამ ადამიანს და კიდე ამ ადამიანს პრეტენზიები აქვს. ის აქ ესე ვიტყვი მე კანადურს ვაწვევი, ხო, უფრო სლენგი რო ვთქვათ. ამიტომ აი ეს რატო აგდებს ტრამპი ამ ემიგრანტებს ემოციურად მე ძალიან კარგად მესმის. იმიტომ რომ ზოგი ემიგრანტი არ იქცევა კარგად, რბილად რო ვთქვათ, ეს იწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ ნეგატივს. და ესე იგი ეს ყველა ერთ ტაფაში ვიწვევით სამწუხაროდ. ამიტომ შანსები მიღების მე არ შემიძლია ვთქვა, რომ არ არის. არის ძალიან მცირე. ყველაფერი არის დამოკიდებული მისაგან, რომელ ქვეყნიდან ხარ. ყველაფერი არის დამოკიდებული მისაგან, როგორია თქვენი შემოსავალი. ყველაფერი არის დამოკიდებული რა სტატუსი გაქვთ. აი მაგალითად. მე ორჯერ დავპატიჟე ჩემი მეგობრები საქართველოდან კანადაში. მისეს უარ. მევე დავპატიჟე აი ცნობილი შოუმენი გიორგი ჯაჯანიძე იმას ხელათში მისცეს ვიზა. იმიტომ მისცეს, რომ ეს არის პოპულარული ადამიანი, ეს არ არის ღარიბი, მას არავითარი მიზეზები არ აქვს კანადაში დარჩეს. და ჩამოვიდა მართლა და გადაიღო ჩვენ სათვისტომოზე გადაცემა და დაბრუნდა. და მეორე შემთხვევაში მას ძალიან ადვილად მისცემენ იმას. ამიტომ აი ეს მინდა მე თქვენ რო იცოდეთ, კარგით?
კი ბატონო, გასაგებია. კიდე თუ გვაქვს დრო, აი კიდე ორი შეკითხვა არის. მოგებულია სასამართლო, აი ესე იწყება Mhm. შეკითხვა. კი. Mhm. და ოჯახის შეერთებაც გაგზავნილია 3 წელზე მეტია. ეს თქვენ ალბათ მე კარგად ვერ ვიგებ ამ კი. შეკითხვას. თქვენ გესმით ალბათ. კი. შვილებმა თითქმის 1 წლის წინ გაიარეს მედიცინა და არაფერია. პიარი არ მოდის, შეიძლება ესე რამის იგი, უნდა გარკვევა? მიაწვეთ, აი უხეშად ვიტყვი, აი ესეთ სტილისტიკაშია ძალიან ისეთი აგრესიულ სტილისტიკაში ვლაპარაკობთ, მაგრამ ნუ მე ამას ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ნუ მე ეს კითხვები ძალიან კარგად ვიცი სამწუხაროდ. მესმის. იმიტომ კი არა, რომ ძალიან ბრაზიანი ადამიანი, იმიტომ რომ ნუ აი მე ვიძახი იმას, რასაც ვფიქრობ და შესაბამისი ინტონაციები. ნუ უყურეთ. პასუხი არის ესეთი. ეს არის დამოკიდებული იმისაგან, რომელ თაროზე აღმოჩნდება თქვენი საქმე ანკარის საკონსულოში. ეს არის დამოკიდებული იმაზე, ვინ შეგირსოთ თქვენი აპლიკაცია, იყო იქ შეცდომები თუ არ იყო, თუ ყურადღებოთ იყო შევსებული, შეიძლება ამიტომაა გაჩერებული. მაგრამ რადგანაც მედიცინა მოდის და რაღაცა ის მოდის, ესე იგი ყველაფერი ნორმალურადაა. ნუ შეგიძლიათ რა გააკეთოთ? უბრალოდ, ესე იგი, შეაწუხოთ. წერილები დაწეროთ, ახსნათ, რომ აღარ შემიძლია, დეპრესიაში ვარ, ნუ რაც მოგდით და ესე იგი ეს წერილები ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად ეს წერილები ეხმარება. მე მგონი ძალიან თქვენ და ფარიკაობაა საჭირო გესმით, უნდა მიაწვეთ. ძალიან საინტერესო პასუხია. მოკლედ არ მოეშვათ, ვინც მოიწერა ეს შეკითხვა, არ მოეშვათ გააგრძელეთ წერილების წერა. დიახ, ბრძოლა გამართლებულია. ხო, ბრძოლა გამართლებულია, რაღაცები ჩაამატეთ, რაც ეხა ბატონმა გიორგიმ შენ ისე გიკარნახათ რაღაცეები სტრესთან დაკავშირებით და რაღაცა. და რავი, შეიძლება გამოგივიდეთ რა. მოკლედ ბრძოლას აქვს აზრი. ბრძოლას აქვს აზრი უკვე იმიტომ, რომ თქვენ თავს ეტყვით, რომ აი მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. გადასარევი, მშვენიერი. ერთი კიდე საინტერესო შეკითხვაა, ნუ მე ეს ჩემთვის საინტერესო ხა შენ თქვენს ყოველდღიურობაა სავარაუდო და სასამართლომდე კანადაში გატარებული დრო მერე პიარის მიღების დროზე მოქმედებს? არა. ძალიან მოკლედ და კონკრეტული პასუხი. არ მოქმედებს. ნუ აბა რა თმინდა აქ ფილოსოფია, რომ დავიწყო ამაზე ბევრი ლაპარაკი. აი ზუსტად ეგრე უნდა მოიქცეთ სასამართლოზე. თუ თქვენ იცით პასუხი, უნდა თქვათ არა, ხო, всё. მეტი არაფერი არა საჭირო. თუ დახურული შეკითხვა არის, გეკითხებიან კონკრეტულ რაღაცას, კი არა. თქვენთვის უკეთესია. საჩუასო ინდივიდუალ ესე იგი, ბოდიში გვიან შემოგიერთდით მეორე სესიაზე და კითხვარი საჩუასო. მოკლედ კითხვარს რაც შეეხება შოთა წინა ვიდეოც ატვირთულია უკვე და ცოტა ხანში დავურთავენ კითხვარს. ეს ვიდეოც რო აიტვირთება, ამასაც ექნება თავისი კითხვარი. მე ესეთი რაღაცა მინდა, სანამ შემდეგ კითხვაზე გადავალ. ზოგჯერ მე მწერთ ხოლმე შეცდომით რაღაცეებს, რაც იურიდიული საკითხებია, ჩემს კომპეტენციას ეს ცდება, მე მაქვს ჩემი კონსულტაციები და მე სხვა ტიპის კონსულტაციები მაქვს, მე მაქვს ინფორმაციული კონსულტაცია, ბატონ გიორგის აქვს იურიდიული კონსულტაციები. შესაბამისად, თუ რამე იურიდიული საკითხი არის, შეგიძლიათ იმ კითხვაშიც დაწერო და მე გადავუგზავნე ბატონ გიორგისაც ექნება საშუალება პირდაპირ გადაიკითხოს ის თქვენი кейსი და თუ საინტერესო იქნება შეგეხმიანებით, რა თქმა უნდა. ჩემ კონსულტაციაზე კიდე მეკითხა, აი ჩემ უცებ გეტყვით რა. მე მაქვს 59 ლარიანი კონსულტაცია და რა შედის? აი ძალიან მარტივად, რომ აი გასაგები იყოს. რაც მე ვიცი ეხლა 3 წლის განმავლობაში, რაც კანადაში ვარ, ეს რომ მე მცოდნოდა, სანამ აქ ჩამოვიდოდი, მე დღეს გაცილებით წინ ვიქნებოდი. აი ამ ჩემ ცოდნას, გამოცდილებას, ეტაპობრივ ნაბიჯებს, რომელი ქმედება რა უნდა გააკეთოთ, რომელი ქმედების შემდეგ, აი ამას გაგიზიარეთ. ასევე დღეს დაისვა შეკითხვა ეხა პირდაპირ ეთერში, საელჩო არა გვაქვს საქართველოსიო და როგორ ხდება ვიზების შევსებაო. ბონუსად მაგაზეც ბევრი ვიღაცამ წერს, რომ აი მოდი შემივსე ვიზა და ფულს გადაგიხდი. არა, მე ვიზებს არ ვავსებ. არც ბატონი გიორგი ავსებს მაგ ვიზებს, მაგას სხვა ბექგრაუნდი აქვს და მიზეზები, რა შემიძლია
მარტივად ლინკს ჩაგიგდებთ ამ კონსულტაციასთან ერთად, ანუ ესეთი კითხვარი იქნება, გაიდლაინი იქნება, როგორ უნდა გააკეთოთ, ბონუსად გჩუქნით ამ ლინკს. თქვენ თვითონ შეგიძლიათ შეავსოთ. ამის გარდა ვიდეო გაკვეთილსაც ავტვირთავ, ნაბიჯ-ნაბიჯ თუ ვერ ერკვევით იმ შევსებაში. ჩემი ვიდეოს დაგეხმარებათ, სად, როგორ და რანაირად უნდა შეავსოთ. ამაზე, ბატონ გიორგისთან იურიდიული კონსულტაცია, ჩემთან მეც ახლა მარტო ვარ, თქვენ უკვე 12,000 გადააცილეთ ჩემ ჯამში, ბევრი არ არის, მაგრამ ისევ მე მარტო ვარ, თქვენი რაოდენობა იზრდება. მადლობა თითოეულ თქვენთანაც, მაგრამ იურიდიულ საკითხებზე მე სამწუხაროდ არც კომპეტენცია მაქვს, არც ცოდნა მაქვს, ვერ გაგცემ პასუხს. ეს ხო, რაც შეეხება რას ვყიდნენ კონსულტაციაზე. მაგ კონსულტაციის ლინკით შეგიძლიათ უკვე ნახოთ ჩემ ქართულ მენის გვერდზე. კითხვარს რაც შეეხება ამ ვიდეოს დაბლეთს იქნება. გამარჯობათ, სასამართლოზე წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. შესაბამისად, საქართველოში გაცემული ექიმების ცნობა დაზიანების შესახებ ნოტარიულად უნდა იყოს თარგმნილი თუ აპოსტილით დამოწმებული. ესეთი შეკითხვაა. პასუხი არის ძალიან მოკლე. დიახ. უნდა იყოს ინგლისური ლოგიკა. მე ხო, მარტივია. მაპატიეთ, გაგაკვირვებთ ერთ რაღაცას, ანადელი მოსამართლეები არ ლაპარაკობენ ქართულად და არ ისმით. მართლა? ხო, ეს არის სიურპრიზი გითხარით, ხო. ამიტომ, ესე იგი, ეს ყველა დოკუმენტები რასაკვირველია, უნდა იყოს ორიგინალურ ენაზე და უნდა იყოს აგრეთვე გადათარგმნილი ინგლისურად. აპოსტილით შეიძლება ხანდახან ჩემ კლიენტებს მე თვითონ უთარგმნი, მე მაქვს ლიცენზია და ამ ლიცენზიით შემიძლია დავადასტურო. კანადაში როგორ არის? შენ თუ ხარ თარჯიმანი, საკმარისია მივთითო შენი ხელწერა და ლიცენზიის ნომერი და ეს უკვე ითვლება დადასტურებული. კიდე რა შესაქმე? კანადის თარჯიმნების უფრო ჯერად, ვიდრე ქართული თარჯიმნების. იმიტომ რომ კანადელ თარჯიმანს ისინი აქ აკონტროლებენ. შეუძლიათ დარეკონ პროკურატურაში და შეეკითხონ, ამ ადამიანს აქვს ლიცენზია თარჯიმანს თუ არა, გაიარა თუ არა. საქართველოში დიდი ალბათობით ვერ დარეკავენ. და არც დარეკავენ, ამაზე რესურსებია საჭირო. ამიტომ ეს ძალიან უბრალო პასუხია. ეს მოკლე არის, კი, დიახ, საჭიროა. რა თქმა უნდა. აი ჩვენი ფოლოვერია ქალბატონი მაგა, ძალიან სასიამოვნო ქალბატონია, თქვენს გადევნებს ბატონო გიორგის ქალბატონი ყურადღებას. ესეთი შეკითხვა აქვს. აი ამ ქალბატონს ძალიან მინდა დავეხმარო და გავცეთ სწორი პასუხი. 8 წელია აქ ვარ, არ მაქვს პიარი. და ეს დრო არ მეთვლება? უყურეთ, არის ესეთი რაღაცა, ამაზე ცალკე ვილაპარაკებ, დღეს ემიგრაციულ სასამართლოზე არის ჰუმანიტარული პროგრამა. თუ ადამიანი აქ არის ძალიან დიდხანს და არის დოკუმენტების გარეშე, მას აქვს საშუალება მიმართოს ჰუმანიტარულ პროგრამას. ადამიანი, რომელიც დიდხანს ცხოვრობს, რომელსაც აქვს ავადმყოფობები, მაგრამ ავადმყოფობები, რომელიც არ იკურნება მაგალითად საქართველოში, ან აქ ყავს შვილიშვილი, ან კიდევ ვიღაცა ნაცნობები, აი ამ ყველა ფაქტორების საფუძველზე მას შეიძლება, ესე იგი, მისცენ, ესე იგი, ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული პროგრამა. აი ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მუშაობდა ეს ადამიანი, არ მუშაობდა და მაგრამ ეს არის ესე იგი საგანი ცალკე განხილვის. გასაგებია. მოკლედ მაკას მინდა მივმართო, მაკა თუ რამე შეკითხვები კიდე გაქვს, პირდაპირ შეგიძლია ბატონ გიორგისაც მიწერო და შეგიძლია მეც მომწერო ნებისმიერ დროს. ესე იგი, კიდე ესეთი საინტერესო შეკითხვაა, ნიკა იწერება, მაქვს ვიზა, არ მაქვს გადაწყვეტილი ეგრევე ჩავბარდე თუ ზოგადად ჯერ შევიდე კანადაში, ვნახო შეიძლება არ მომეწონოსო. რას მირჩევთო ეგრევე ჩაბარებას თუ კითხვა ეს, ჯამში კითხვა ესე გამოვიდა, რომ რო ჩამოვიდე და იქ ვიყო და მერე ჩავბარ, აი სიტყვაზე კალგარიში ჩამოფრინდე და მერე ჩავბარდე ტორონტოში. ესე ჯობი შეიძლება ესე? შეიძლება.
ჯერ შემოსვლა, აქ ნახოთ, გაწყობთ ეს ქვეყანა, არ გაწყობთ, შეაფასოთ თქვენი შანსები როგორია და მე ჩაბარდეთ. ხო, პასუხი მოკლედ არ კი ესე შეიძლება, რასაკვირველი შეიძლება. მე ვიძახი იმ ხალხზე, ვისაც უკვე აქვს ზუსტად გადაწყვეტილი, რომ ჩამოვლი უნდა ჩაბარდნენ. ან მაგალითად ისინი, რომლებიც ჩამოდიან, ესე იგი, ეგრეთ წოდების fake დოკუმენტებით, ხო, ისინი აცხადებენ, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ შემოუშვებენ, რომ ჩვენ გვინდა ჩაბარება. კი ხო, ბატონო. ამიტომ ვისაც უნდა უბრალოდ და ამის ფუფუნება აქვს, გასინჯოს, ეს ჩემი ქვეყანა. მე მაგალითად ეგეთი ფუფუნება არ მქონდა. მე იქიდან ვიცოდი, საიდან ჩამოვდიოდი, პეტერბურგიდან, რომ მე უნდა დავრჩი. მართალია, მე გავაკეთე ძალიან ბევრი გამოკვლევა. მე ვფიქრობდი, რომ ესაა ჩემი ქვეყანა და მე ძალიან მომეწონე. მაგრამ როგორ კარგათაც არ უნდა იყოთ ინფორმირებული, რეალობაა, ყველაფერს ვერ გადმოსცემ ვიდეოთი, ლაპარაკით, აი როცა ფული არა გაქვს და აი ბინის გადასახადი გაქვს, ან მაგალითად, როცა სამშობლოს ვერ პოულობ საერთოდ. დადიხარ ინტერვიუებზე ვერ პოულობ, ან მაგალითად თელი ცხოვრება შენიჭექი კაბინეტში საქართველოში და აქ გიხდება, აქ არავინ არ გაძლევს არც კაბინეტს, არც სამინისტროში თანამდებობას და გიხდება ფიზიკურად მუშაობა. ფიზიკურად ვერ მუშაობ და ვისთანაც მუშაობ, იქ შეურაცხყოფას გაყენებენ ის ხალხი, რომელიც ხანდახან შენი შვილის ტოლები არიან, იმიტომ რომ ვერ მუშაობენ და შენ მაგივრად ვერ იმუშაებენ. აი ამ განცდებს ყველაფერს მე ვერ ეს თქვენ უნდა გაიაროთ. აი როგორც არ შეიძლება თეორეტიკულად აგიხსნათ, როგორ უნდა იცურაოთ წყალში, ხო? ესე ვერ ახსნი. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ იმის უფუნება, რომ აი შეხედოთ, გამოკვლევი მე იქით აქეთი აროთ, კი ბატონო, ეს იქნება ძალიან კარგი. ეს იქნება ეს არის სწორი ნაბიჯი აბსოლუტურად, მაგრამ ეს არის დამოკიდებული თქვენ ფინანსებზე, შესაძლებლობებზე და თქვენ იმაზე, რა ქვია. მაგრამ ის ხალხი, რომლებიც არ ბარდებიან და ბარდებიან მერე, მათი პროცესი უფრო ძლად მიდის. ესეც სიმართლეა აბსოლუტურად, მაგრამ ეს არის თქვენი მე რასაც ვიძახი, ეს არის მხოლოდ კონსულტაცია. მე არავის არ გახვევთ თავზე ჩემს აზრს. თქვენი მიზანია, რომ თქვენ გაინტერესებთ ჩემი და დავითის, ესე იგი, ჩვენი პოზიცია. აი ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია ესეთია. მაგრამ ესა თქვენი გადასაწყვეტი აბსოლუტურად, როგორ მოიქცევით. მე ან გირჩევთ, ან არ გირჩევთ. მაგრამ ეს არის თქვენი საქმე, მაგრამ თქვენ მოიმკით იმ რეზულტატებს, რომელიც იქნება რეზულტატი თქვენი გადაწყვეტილების. და მე არავითარი არ მაქვს მიზეზები თქვენ მოგატყუოთ, შეგიყვანოთ შეცდომებში და რაღაცა манипуლირება მე არ მაქვს არავითარი მოტივი. აბსოლუტურად. კი. აი თქვენ თვითონაც ახლა შეეხეთ მაგ თემას, ნამდვილად ეგრეა. თქვენ აქ უკვე 20 წელზე მეტია ცხოვრობ და მოღვაწეობთ. კი ბატონო, მე 4 წელი დაიწყო და მე ახლოს ვარ ზუსტად იმ პერიოდს კიდე მე ჯერა ძალიან ახლოს ვარ. მე თბილისში ვინც მიცნობს, ანუ guest house-ების მე პატრონები ვიყავი, მართავდი ამ პატარა საოჯახო ტიპის სასტუმროებს, ტურებს ვაკეთებდი, მოკლედ ყველაფერი კარგად იყო. აქ რო ჩამოვედი, აქ სულ სხვა რეალობაა. აი როგორც ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, იწყებ ნულიდან ცხოვრებას. ამას თეორიულად მართლა ვერ გადმოგვს, ეს უნდა ამისთვის უნდა იყოთ მომზადებული. აი ჩემი კონსულტაცია ზუსტად მაგაში მოგამზადებთ. გეტყვით, რომ აი მე ეს ვიყავი რაღაც ნოტარიუსს ვეხმარებოდი მინისტრის კაბინეტში დავდიოდი, აქ დაიწყებთ მაკდონალდსში პირობითად იმას რა ქვია, თეფშების რეცხვას. არაფერი არ არის ამაში სამარცხვინო. აქ დაიწყებ, ანუ აქ სხვანაირად ხდება რა ყველაფერი რა. ნელ-ნელა მე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. დიახ. არის ესეთი ცნობილი რეჟისორი იური მამინ, ჩემი მეგობარია, ინტერვიუ გავაკეთე ამერიკაში მასთან და მან გადაიღო აი ამ ემიგრაციაზე ფილმი, ამ ფილმს ქვია აკნოფ პარიჟი, ესე იგი ფანჯერა პარიჟში და ეს მისი ფრაზაა, რომ პრობლემა ემიგრანტის იმაში არის, რომ როგორც იქ ცხოვრება არ უნდათო, როგორც აქ არ შეუძლიათ. და აი ამ ფრაზაში არის ყველაფერი. აი რუსულად ესე არის, жить как там не хотят, жить как здесь не могут. და სადღაც შუაში არიან, ხო, აბსოლუტურად. იმიტომ რომ უყურეთ რა შესაქმე. აქ პერიოდს ყველა ემიგრაცია ეს არის ძალიან ინდივიდუალური რაღაცა. მე ვქვი და ვიმეორებ. მე ვეკუთვნი
უმცირესობას იმ ხალხის, რომლებიც ემიგრაციაში არიან ბედნიერები. ამ სტატუსის უკან დგას ჩემი 22 წელი ცხოვრება აქ, შეცდომები, სტრესები, მუშაობა სხვადასხვა სტრუქტურებში და ბოლო, ესე იგი, 10 წელი მუშაობა კანადის პროკურატურაში და ურთიერთობა ჩვენ ემიგრანტებთან, მათ შორის კრიმინალებთან. ესე იგი, იმიტომ რომ ესენი არიან ჩემი კლიენტები. მე მაქვს ძალიან ადეკვატური წარმოდგენა რა არის ეს ქვეყანა. ყველასთვის არ არის სამწუხაროდ. მე ვფიქრობ, რომ თავარია ის, რომ თქვენ უნდა ისეთი უნდა იპოვოთ თქვენთვის ადგილი, სადაც თქვენ იქნებით, ნუ თუ ბედნიერები არა, კმაყოფილები არა. მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის იმ ხალხის, ვინც მოდის, იმიტომ რომ ისეთი სიტუაცია არის ახლა საქართველოში, რომ აქ არის სამი გზა. ერთი გზა არის ეს ხელისუფლება ალოკო და დაემონო და იყო ისე როგორც გეუბნები და იცხოვრო ამ ქვეყანაში და მოусმინო აი ამ ტიპებს, ხო? მეორე არის ებრძოლო და რაღაც მომენტში როგორც სააკაშვილი, როგორც ოპოზიცია მოხდები და გაიტეხოთ თავი. მესამე არის მოშორდე აკავრობას და წახვიდე იმ ქვეყანაში, სადაც შენ ფიქრობ, რომ უფრო გექნება პერსპექტივები, უფრო აშენებ შენ ცხოვრებას, შენ ბავშვებისთვის იქნება კარგი, კარგ განათლებას მისცემ და ასე შემდეგ. ბევრი ხალხი, მათ შორის მე, ჩამოვედი ჩემი ბავშვის გულისთვის, იმიტომ რომ მე ვერ ხედავდი პეტერბურგში, სადაც მე ვცხოვრობდი, ჩემ მაშინ 6 წლის ბავშვისთვის იქ პერსპექტივას. იმიტომ ჩამოვედი. სწორე გავაკეთე? სწორე კი არ გავაკეთე, მე რომ ცოდნოდა, მე ვერც კი ხვდებოდით, რამდენად მართალი ვიყავი აი ამ ომის კონტექსტში, რომ მე ეს გავაკეთე. მე ვიცოდი, რომ სწორი ნაბიჯია, მაგრამ მე არ ვიცოდი, რამდენად სწორი ნაბიჯი იყო ეს. არაჩვეულებრივად ჩამოყალიბეთ. ამიტომ რა მინდა ვთქვა, ეს არის ძალიან ინდივიდუალური. ვინც ესე იგი, ვისი შრომაც არის კონვერტირებული, გესმით? აი იქ მაგალითად ეს ადამიანი აშენებს რაღაცას. აი მე მყავს ეგეთი კლიენტები, სპეციალისტები. ეხლა სახლებიც აქვს. ჩვენევრად ცხოვრობენ, იმიტომ რომ მათი შრომა არის ძალიან კონვერტირებული. მნიშვნელობა რა აქვს, შენ აგურებს აშენებ ან ბეტონის კედლებს ან იმას რა ქვია, რას აკეთებ, ხო? სასონხეთში აკეთებ, საქართველოში, შვეიცარიაში, პოლონეთში თუ კანადაში. აქ ეს შრომა კონვერტირებულია. შენ თუ მთელი შენი ცხოვრება იჯექი კაბინეტში, ინგლისური არიცი და იყავი ჩინოვნიკი, აქ ვერ გაყიდი შენ სტატუსს. აი ყველა შენი რეგალიები უნდა ჩააბარო აეროპორტში, როცა ჩამოდიხარ, ან პირსონში, ან კალგარიში, ან მონრეალში, ხო? და თავი დაიწყებ ცხოვრებას. აქ თუ ვერ გაყიდი შენ ხელობას, შენ აღმოჩნდები მუშად, ან დამხმარე მუშად. ეს არის ძალიან ცოტა და ძალიან დაიჩაგრები, იმიტომ რომ შენ ხარ მიშვეული მთელი ცხოვრება კაბინეტში იზრდიშდე. ალბათ შეიძლება ვიღაცა გეხმარებოდა, ვიღაცის შვილი ყავი, ვიღაცის ბიძაშვილი, ვიღაცას დაურეკავდი, გადმოურეკავდი და ესე იგი ესეთი კრიშა ქონდა, ხო? აქ სხვანაირადაა, აბსოლუტურად სხვანაირადაა. აბა ესა ცალკე თემა, როგორ უნდა იპოვოს სამშობლო. თუ ახალგაზრდა ადამიანი ხარ და ნიჭიერი ხარ, იცი ენა ძალიან კარგად, კარგად აკადემიურად ითვისებ ყველაფერს. ეს შენი ქვეყანა, იმიტომ რომ რაღაც ახალგაზრდა ხარ, შენ გაქვს უფრო მეტი რესურსი, რომ ააშენო კარიერა. მე მაგალითად ჩამოვედი 37 წლის, არ ვიყავ ისეთი ახალგაზრდა, მაგრამ მე ჩამოვიტანე ძალიან კარგი ინგლისური. მე მქონდა ჩემს ბიოგრაფიაში დასავლეთის კომპანიები და ეს მე გავყიდე. გესმით? ძალიან კარგად გავყიდე ეს ბრენდი. და აი ამაშია საქმე. ნუ ყველაფერი ყურეთ. აი ესე ვიტყოდი, თქვენი ბედნიერება ანადაში და საერთოდ ცხოვრებაში არის რეზულტატი თქვენი ბრძნული გადაწყვეტილებების. აი როგორ გადაწყვეტილებებსაც გააკეთებთ, როგორ ხალხს დაუკავშირდებით, ეს იქნება სწორი პარალეგალი, სწორი ადვოკატი, სწორი ცოლი, სწორი ქმარი. აი ზუსტად ეგეთი ხარისხის ცხოვრება გექნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის უსმენთ და რა გადაწყვეტილებებს ღებულობთ. და ემიგრაციისთვის ეს არის 100% სიმართლე. კი ბატონო, მე კიდე ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ ამ ვიდეოს დაბლაც აიტვირთება Instagram-ზეც, Facebook-ზეც კითხვარი, ვინც ვერ მოასწრო, ვინც ამას ნახავთ, შეავსეთ ის კითხვარი, შეგეხმიანებით
დრო ძალიან სწრაფად გადის უკვე ჩვენთან 12-ის ნახევარია და რაღაც თქვენთანაც ბატონო გიორგი ახლა რა სამის მაინტერესებს ბევრი კითხვებია კიდე თუ მე არ სადამე ჩქარება შეგვიძლია მესამე ნაწილიც არა გავაკეთოთ მე მაქვს მე 1 საათი მაშინ უნდა კი გახვა ბატონო და მაშინ კი უკვე ნახევარი კი საათით ბატონო იმას ქენით კითხვები წინაზე იყო ბევრი აქეთ არ გადმოვიდა მაგიტომ დავტოვე ეს კითხვარი რომ იქაც შეავსონ და აქაც შეავსონ და ყველას შეგეხმიანებით ეხლა მადლობები წამოვიდა ძალიან ბევრი ვისაც გავეცთ პასუხები აი ეხაც მოიწერე მადლობა ბატონო დავით ბატონო გიორგი წარმატებები თქვენც ასევე წარმატებები ვისაც კი აი ესეთი ვისაც დავეხმარეთ ეხლა ყველას წარმატებას გისურვებთ სწორია გადაწყვეტი თქვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი ეხლა რომ მიიღებთ რაღაცა გადაწყვეტილებას ის გადაწყვეტილების შედეგი იქნება თქვენი მომავალი რა აი და გადაწყვეტილება უნდა იყოს დამყარებული ინფორმაციაზე რომელიც გააქვთ ამიტომ მე ერთ-ერთი პროფესიით ვარ ტენდერების სპეციალისტი მე პასუხს ვაგებდი სამშენებლო ტენდერებზე და ცხოვრება ეს ტენდერია ხო ესე იგი ჯობია შეაგროვოთ ინფორმაცია და დახარჯოთ დრო იმისთვის რომ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება ვიდრე ესე იგი არ დახარჯავთ დროს და არასწორ გადაწყვეტილებას მიიღეთ აი ეს როგორც აი გათხოვება და ცოლის მოყვანა ჯობია დახარჯო დრო აი არჩევანზე და იმ სელექციაზე ვიდრე დახარჯო დრო არასწორ კაცთან არასწორ ქალთან ეს ემიგრაციისა ძალიან სერიოზული საკითხი იმიტომ რომ ეს 180 გრადუსით თვლის თქვენ ცხოვრებას ამიტომ როგორ ინფორმაცია გექნებათ ვისგან გექნებათ როგორ გათვლით ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როგორ მოგერგებათ თქვენ იმიტომ რომ რაც ერთი ადამიანისთვის არის სწორი მეორე ადამიანისთვის არ არის სწორი თუ ერთი ადამიანი აქ იქნება ბედნიერი იმიტომ რომ კომფორტულად ფსიქოლოგიურად კომფორტულად იგრძნობს თავს მეორესთვის არ იქნება რაც აი ხალხი ჩამოდის ძირითადად ბავშვების გულისთვის ხალხი ჩამოდის იმიტომ რომ ესე იგი უპერსპექტივობისაგან და ხალხი მორბის იმიტომ რომ აი ვერ ხედავენ იქ მომავალს და ეს გასაგებია და ეს სწორი გადაწყვეტილებაა ჩემი თვალსაზრისით იმიტომ რომ ბავშვის მომავალი აი რა შეიძლება იყოს შემომავალთან შედარებით ხო სწორია მაგრამ საქმე რაშია საქმე იმაშია რომ ხალხს ესმის საიდან მოდიან მაგრამ სად მიდიან ეს არ იციან გესმით აი ამაშია საქმე თქვენ ძალიან კარგად გესმით რა პრობლემებისაგან მორბი ხართ და რას წარმოადგენს ის ადგილი საიდან მოდიხართ მაგრამ სად მიდიხართ აი ისწავლეთ არის ინტერნეტი არის მე ფილმი გადავიღე ორსერიანი ამაზე აი რაღაცები აქ გავიმეორე არის ძალიან ბევრი ინფორმაცია შეაგროვეთ მე ვფიქრობ რომ ეს არის სწორი ინვესტირებული დრო იმისთვის რომ მიიღოთ ესე იგი კრიტიკული გადაწყვეტილება თქვენ ცხოვრებაში მაგრამ კანადა მე მიყვარს კანადა მაგრამ ეს არის ძალიან ინდივიდუალური მე აქ ვარ ძალიან ბედნიერი იმიტომ რომ მე აქ ვარ რეალიზებული მე ეს ჩემი ქვეყანა აბსოლუტურად მაგრამ ეს სწორი არის ჩემთვის გესმის და ალბათ კიდე ვიღაცები უმრავლესობისთვის არა იმიტომ რომ უმრავლესობა ძალიან დისკომფორტულად გრძნობს აქ თავს იმიტომ რომ ვერ პიულობენ თავიანთ ადგილს აი ამაშია საქმე და მე ახალ რაღაცას არ ვიცავ ეს თქვენ თვითონაც გესმით კი რა თქმა უნდა ეგრეც არის ჯერ დაუწყოთ იქნავ ემიგრაცია საკმაოდ რთული მე კანადაც თვითონ ესეთი ქვეყანა არის და ეს ყველაფერი ვერთება საკმაოდ კი და რაღაცისკენ რო გამორბიხარ რო არის ის სად მიდიხარ ეგეც ყველაფერი ერთად იხვევა რა ასე ვთქვათ რა ადამიანს უნდა კონდეს რუქა აი თქვენ სადღაც მიდიხართ ხო უნდა კონდეთ GPS-ი აი მიდიხართ იქ თუ თქვენ არ იცით სად მიდიხართ ვერსად ვერ მიხვალთ აბსოლუტურად აი სანამ სადმე შეძურები უნდა იცოდე როგორ უნდა გამოძურე იქიდან ხო თუ არ იცი შეძურები ბატონო გიორგი წინა ვიდეოს ნახეთ როგორ რაღაცა ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს ამ ლაივში ყურებას მაგრამ მე მოდის შეკითხვები დარწმუნებული ვარ თქვენთანაც მოდის შეკითხვები ამ ლაივში მოდით ესე გავაკეთოთ რასაკვირველია ეს ვიდეო დაიდება კი აუცილებლად და ამას ნახავენ ვიდეოთი და ესე იგი როგორ ესე იგი დამოკიდებული იმისაგან როგორი კითხვები იქნება აი ეს ამის მიხედვით ჩვენ უკვე გადავწყვეტ რა იქნება თემას შემდეგი ესე იგი ჩვენი საუბრის რა ინტერესებს ხალხს ყველაზე
ზუსტად მაგის თქმა მინდოდა, ესეთი ჩვენი ეს რეჟიმი არ დავარღვიოთ და უნდა მეკითხა ორ კვირაში კიდე უფრო ორ კვირაში კი, გავიმეოროთ დიდი აბსოლუტურად. სიამოვნებით იგივე დროს. იგივე დროს, აა დიახ. დრო პრინციპში ნახევარია უკვე ჩემთან 12-ის, მეც რაღაც საქმეები მაქვს აქ. რამე დასკვნით სიტყვით ხო არ გამოყვალთ, რამე რჩევასავით ხო არ გინდათ ყველას მისცეთ. ნუ უყურეთ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე ჩემთვის ძალიან დიდი პატივისცემა და მეამაყება. ნუ მე ვცდილობ თქვენ მოგცეთ ძალიან მკაფიო პასუხები. აი არავითარი манипуляციის და არავითარი ესეთი ბუნდოვანი პასუხები, ხო? აი რასაც ვფიქრობ, იმას გეუბნებით. ბარ აი ეს რომ მე ვფიქრობ აი როგორ იყო ინტერვიუ და მე ნახავ, ალბათ რაღაცები არ მომეწონა, სადღაც ვარ ძალიან ემოციური. მაგრამ ესა ნაწილი ჩემი ბუნების. თქვენ ხო გინდათ რომ მე ვიყო ბუნებრივი, ესეთი ვარ მე ბუნებრივი. და ჩემი კლიენტები ეს იციან ძალიან კარგად. მიგვიღეთ ისეთები როგორიც ხო და მე მღებულობენ ზუსტად ეს უფრო კარგი არა ვიდრე ვიყო ვიღაცა манипуляტორი და გავიცინო და რაღაც ისეთი არაბუნებრივი რაღაცები ვთქვა. მოკლედ ესე იგი თქვენ ხელშია ყველაფერი. კანადა ეს არის ძალიან მაგარი ქვეყანა ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით. მე ვარ ერთ-ერთი იდეოლოგი კანადის და აპოლოგეტი, აი ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, ესაა ძალიან კარგი. ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის არის შესანიშნავი და ძალიან პერსპექტიული, ძალიან პერსპექტიული. ის ხალხი, ვინც ვერ ხედავს თავის პერსპექტივას თავის ქვეყანაში, აქ აი მშრომელი ადამიანისთვის, ნიჭიერი ადამიანისთვის, აკადემიურად ნიჭიერი ადამიანისთვის და საერთოდ აი ეს არის ქვეყანა კეთილსინდისიერი ადამიანი, იმიტომ რომ აქ ფასდება ცოდნა, ფასდება შრომა, ფასდება კარგი სახელი, კანონდამრჩევლობა, როგორ ემორჩილები კანონს. ეს ძალიან ძალიან ფასდება ამ ქვეყანაში. შესანიშნავი ქვეყანა. გაითვალისწინეთ, დასვით შეკითხვები, კითხვარი იქნება ამ ვიდეოს და წინა ვიდეოს დაბლა. დიდი სიამოვნებით, ან პატარა თქვენი кейსისავით რო აღწეროთ რა, როგორანაირად. და მე უკვე ჩვენთვისაც ნათელი იქნება თქვენი იურიდიული კონსულტაცია უფრო გჭირდება თუ უბრალოდ ინფორმაციული თუ შეიძლება მარტივი კითხვა იყოს ახლა მაგაზე შეიძლება მარტივად გაქცეთ კი და არანაირი კონსულტაცია შეიძლება არ გქონდეთ. ვაანონსებ ორი კვირის თავზე იგივე ლაივს ბატონ გიორგი მარიამულთან ერთად და ჩვენ შევეთანხმდით თემას რა თემას კი ბატონო ამ კითხვარიდან გამომდინარე ამოვიღებთ რაღაც 10 ძირითად ეს შეკითხვას რაც მეორდება ანუ 10 ხა ანუ ლიმიტირებას კი არ ვაკეთებ ნუ ძირითადად ესე დავიყვანთ რამოდენიმე თემაზე იმიტომ რომ ჩვენს დროში შეზღუდულები ვართ რომ ამ ძირითადი თემების ირგვლივ ვიტრიალო და ვისაუბროთ დღეს მეც მოვისმინე ჩემთვის საინტერესო თემები ხალხაშორის მადლობას გიხდით მეც პირადად პასუხებისთვისაც და იმ დროისთვისაც რა დროც თქვენ დაგვითმეთ ჩვენ დიდი მადლობა ყველას რამეს ხوار დაამატებდით მე ყველას ვენცით დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ჯანმრთელობას გისურვებთ კარგად ყოფნას და ოპტიმიზმს ბრძოლას აქვს მნიშვნელობა გაითვალისწინეთ ბრძოლას აქვს მნიშვნელობა აუცილებლად დიახ აბოდროებით დაწერეთ კითხვები და გიგვეცდებით გიპასუხოთ. აბა კარგი. ახონდეს.